ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს. ეს ნაბიჯი ბრიუსელის პასუხია ისლამური რესპუბლიკის მიერ დემონსტრაციების სასტიკი ძალადობით ჩახშობაზე. ბლოკის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დამტკიცდება და რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შევა. ამ სტატუსის მინიჭება კი აქტივების გაყინვას, დაფინანსების აკრძალვასა და მოგზაურობის შეზღუდვას ითვალისწინებს გუშაქთა კორპუსის ყველა მოქმედი წევრისთვის. ბევრი მათგანის წინააღმდეგ ევროკავშირის ეს ზომები რეგულარული სანქციების ფარგლებში უკვე ისედაც მოქმედებს. რეპრესიები პასუხის გარეშე ვერ დარჩება. განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. მანვე თქვა, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით მოქალაქეს კლავს, საკუთარ დასასრულზე მუშაობს. მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულმა საზარელმა რეპრესიებმა ადამიანური თვალსაზრისით მძიმე ფასი მოიტანა. ევროკავშირს ირანისთვის უკვე დაწესებული აქვს ფართომასშტაბიანი სანქციები და დღეს მინისტრები ისლამური რევოლუციის გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზეც შეთანხმდნენ. ეს მათ იმავე კატეგორიაში მოაქცევს, რომელშიც დაეში, ჰამასი, ჰეზბოლა და ალ-ქაიდა არიან. მათ, ვინც ტერორის გზით მოქმედებს, ტერორისტებივით უნდა მოვექცეთ. მინისტრებმა სანქციები დააწესეს მათ მიმართაც, ვინც დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. რეპრესიები პასუხის გარეშე ვერ დარჩება. ამასთან, მათ ახალი სანქციები დაამტკიცეს მათ წინააღმდეგ, ვინც ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეულ ომის მხარდაჭერაშია ჩართული. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ირანმა ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეები უნდა გაათავისუფლოს. მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლის კიდევ უფრო გასაზრდელად და ირანის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გასაძლიერებლად მზად უნდა ვიყოთ. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კი აღნიშნა, რომ ეს ევროპის მხრიდან მკაფიო პოზიციის დაკავებაა. მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას მკვლელი ირანული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისა და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გზით. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ტერორისტული მართლაც ის სიტყვაა, რომლითაც უნდა აღწერო რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის პროტესტს სისხლში ახშობს. ევროპა ირანელი ხალხის გვერდით დგას თავისუფლებისთვის მათ გაბედულ ბრძოლაში. ევროკავშირის მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა დადებითად შეაფასა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა რეზა ფეჰლევი. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიმინალური რეჟიმს უგზავნის მესიჯზე, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ახლა ჩვენ გვჭირდება შემდგომი კონკრეტული ქმედებები ირანელი ხალხის დასაცავად და ირანის დემოკრატიისკენ მიმავალი ლეგიტიმური გარდამავალი მთავრობის მხარდასაჭერად. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც საფრანგეთმა და ესპანეთმა, რომლებიც თავდაპირველად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდნენ, პოზიცია შეიცვალეს. მხარდაჭერისკენ გადაიხარა ბელგიაც, რომლის პოზიციაც მანამდე გაურკვეველი იყო. კვირის დასაწყისში აზრი შეიცვალა იტალიამაც. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ახალმა მონაცემებმა ირანში მიმდინარე პროტესტის ჩახშობისას გამოყენებული სისასტიკის მასშტაბები აჩვენა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, დეკემბრის ბოლოდან დღემდე მოკლულია 6100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 92 ბავშვია. სხვა ანგარიშები მიუთითებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. ჟურნალ ტაიმის ცნობით, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორი მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ქუჩის შეტაკებებში, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტში გადაიზარდა, სულ მცირე 30,000 ადამიანი დაიღუპა. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს ბრალად ირანში საპროტესტო გამოსვლების საალდობრივი ჩახშობის ორგანიზებას, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებასა და მჭიდრო კავშირებს დებენ ისეთ შეიარაღებულ მოკავშირეებთან, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და იემენელი ჰუთები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ავსტრალიამ იგი ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე გამოაცხადეს. ამ დროისთვის ევროკავშირის ტერორისტულ სიაში 22 დაჯგუფებაა, მათ შორის ჰამასი, ჰეზბოლას სამხედრო ბრთა და იემენელი ჰუთები არიან.